სასტრაფოდ ირანმა დათმო, ჰორმუზის სრუტე გაიხსნა და დონალდ ტრამპი ამ ეპიზოდიდან უზარმაზარი გამარჯვებით გამოვიდა. ამ პარასკევს 2026 წლის 17 აპრილს თეირანმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია კომერციული გემების გასავლელად. ეს თავისთავად უკვე დიდი ამბავია. მაგრამ დეტალი, რომელიც ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პოლიტიკურ ტრიუმფად აქცევს, სხვა. ტრამპის ადმინისტრაციამ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით გრძელდება, სანამ საბოლოო შეთანხმება არ გაფორმდება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ირანმა გზა გახსნა, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზეწოლაზე უარი არ თქვა. აქ მოხდა შემდეგი რამ. დღეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის, ენერგეტიკულ საკითხებზე მუქარებისა და ვაჭრობის რეალური რისკის შემდეგ ირანის რეჟიმმა კრიზისის ყველაზე მგრძნობიარე წერტილში უკან დაიხია. განცხადება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ, ხოლო პოლიტიკური შედეგი მიიღო ტრამპმა. და რატომ? იმიტომ რომ ირანმა გააცნობიერა, რომ ჰორმუზის საფრთხის ქვეშ დაკენება მის წინააღმდეგ შემოტრიალდა, გაზარდა მისი იზოლაცია და გააძლიერა შეერთებული შტატების პოზიცია მოლაპარაკებებში. პოლიტიკურად ეს თეირანისთვის ყველაზე რთული ნაწილია. რეჟიმმა სცადა თავი ძლიერ ძალალად წარმოეჩინა. გლობალური ვაჭრობის პარალიზებისა და მოწინააღმდეგეების შეშინებით დამორჩილების მცდელობა. შედეგი, ყოველ შემთხვევაში დღეს საპირისპირო აღმოჩნდა. ირანი იძულებული გახდა ნორმალურობა ეჩვენებინა, სწორედ მას შემდეგ, რაც ნახა ამერიკული ბლოკადის, რეგიონული ზეწოლისა და ბაზრის რეაქციის სიმძიმე. დონალდ ტრამპი კი გამოდის იმ ადამიანის იმიჯით, ვინც დააჭირა და არ გაუშვა. ეს არის შეერთებული შტატების გამანადგურებელი გამარჯვება. ვაშინგტონმა ფასი გადაახტევინა, ირანმა აიტანა დარტყმა და მსოფლიომ დაინახა, რომელი მხარე იძულებული გახდა პირველი დათმობაზე წასულიყო და ბაზარმა სასტიკად მოახდინა რეაგირება. ბრენტის ნავთობის ბარელი 10.59 დოლარი დაეცა და გახდა 88.80 დოლარი. WTI-ის ნავთობი 10.80 დოლარით დაეცა და გახდა 83.89 დოლარი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 11 მარტის შემდეგ. ამავდროულად გლობალური ბირჟები გაიზარდა, სახელმწიფო ობლიგაციები გაძვირდა და ბაზარმა ამის ფასებში ასახვა დაიწყო. ენერგეტიკული შოკის დაუყოვნებელი რისკი შემცირდა. გაზის ბაზარზეც რეაქცია ძლიერი იყო. ევროპაში საკვანძო კონტრაქტის ფასი 8.5%-ით დაეცა. შეტყობინება პირდაპირი იყო. ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ პანიკის ნაწილი ფასიდან გაქრა. დონალდ ტრამპს შეუძლია ეს ნაბიჯი ტაქტიკურ გამარჯვებად წარმოაჩინოს. არა იმიტომ, რომ კრიზისი დასრულდა, არამედ იმიტომ, რომ ირანმა მარშრუტის გახსნა გამოაცხადა, მაშინ როცა შეერთებული შტატები საზღვაო ზეწოლას აგრძელებს. თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილია და მზადაა ოპერირებისთვის. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ირანის წინააღმდეგ ბლოკადა სრული ძალით გაგრძელდება, სანამ მოლაპარაკებები სრულად არ დასრულდება. ფაქტობრივად ვაშინგტონში შეფასება ნათელია. თეირანმა შეამსუბუქა გლობალური ვაჭრობის ყველაზე ფეთქებადი წერტილი, თუმცა ვერ შეძლო ამერიკული ზეწოლის ინსტრუმენტის მოცილება. ამავე დროს თავად როიტერსი აღნიშნავს, რომ გახსნილი მარშრუტი განკუთვნილია კომერციული გემებისთვის. ეს არის კოორდინირებული დერეფანი და რომ შეერთებული შტატების ბლოკადა ირანზე არ გაუქმებულა. ანუ იყო შემსუბუქება, მაგრამ სრული ნორმალიზაცია არ ყოფილა. ერთი მხრიდან იყო ოპერაციული უკანდახევა, ხოლო მეორე მხრიდან ძალის შენარჩუნება. ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მძიმე იყოს. ბაზარმა ეს ამბავი აღიქვა როგორც ენერგიის ნაკადზე ნაკლები საფრთხის სიგნალი და სწრაფად შეამცირა ნავთობის ბარელის ფასი. მოკლედ რომ თქვათ, ამ ამბის რეალური შეჯამება ასეთია. ირანმა გახსნა ჰორმუზი. იყო ბლოკადა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, გაზმა ძალა დაკარგა და ირანის რეჟიმი უფრო სუსტი გამოვიდა, ვიდრე ადრე იყო. რაც ადრე მუქარა იყო, ეხლა უკანდახევად იქცა. რაც შანტაჟის იარაღი იყო, ეხლა თავისუფალ გასავლელად გადაიქცა. და რაც დონალდ ტრამპმა მოიგო, იყო იშვიათი რამ საერთაშორისო კრიზისში. მკაფიო ძალის იმიჯი, დაუყოვნებელი ეკონომიკური შედეგით და მოწინააღმდეგის უკანდახევით მთელი მსოფლიოს თვალწინ. დღეს სურათი ასეთია. თეირანმა დათმო, ვაშინგტონმა ეს რაუნდი მოიგო. და ჰორმუზის სრუტის გახსნა ირანის რეჟიმისთვის დამამცირებელი მარცხის სიმბოლოდ იქცა.